კალობილაძე შევეხმიანოთ, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიიდან. დილამშვიდობისა ნიკა. დილამშვიდობისა სოსო ჩვენ ახლა ჩამოგეკიდა. ცოტა არ იყოს ცივა ნამდვილად, თუმცა ეს ჩვენს განწყობაზე არ მოქმედებს და არ მოქმედებს ცხადია იმ ადამიანების ენთუზიაზმზე, რომლებიც აქ ყოველდღიურად მოდიან, ვარჯიშობენ, ცდილობენ გაიჯანსაღონ სხეული და ასე რომ საკმაოდ იქიდან გამომდინარე რომ ახლა ზამთარია და ცოტა არ იყოს ცივა, ბევრი ადამიანი არ ვარჯიშობს, მათ დარბაზებში გადაინაცვლეს, თუმცა აქ იყვნენ და ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ თუმცა ვარჯიშს ისევე როგორც ყველაფერს დანარჩენს აქვს თავისი წესი და რომელთა დაცვაც აუცილებელია იმისთვის რომ ვარჯიში იყოს ეფექტური და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ამ საკითხებზე ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანთან, რომელსაც ალბათ ყველაზე კარგად ესმის თუ როგორ უნდა ვივარჯიშოთ სწორად და რომლის რეგალიების ჩამონათვალიც ნამდვილად არ არის ერთფეროვანი, ოლიმპიური პრიზიორი, მძლეოსანი, საქართველოს მასობრივი სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ხალბატონი მაია აზარაშვილი გვეტყვის თუ როგორ უნდა ვივარჯიშოთ. დილამშვიდობის პირველ რიგში მოდით ვთქვათ იმაზე თუ როგორ უნდა დავიწყოთ ვარჯიში. თუ დამწყებები ვართ, ან იმ შემთხვევაში ჩვენ იანვარში საკმაოდ დატვირთული პერიოდი გვაქვს და საპატიო მიზეზი იმისთვის რომ გადავდოთ ყველა სხვა აქტივობა და დაუთმოთ ახალი წლის და სხვადასხვა დღესასწაულის აღნიშვნას. თუ გსურს ახლა ვარჯიშის დაწყება, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ დატვირთვით უნდა ვივარჯიშოთ? მოგესალმებით, გეთანხმებით, რომ იანვარი ძალიან მძიმეა საქართველოსთვის. ძალიან გრძელვადიანი ზეიმი გვაქვს და შესაბამისად სხეულიც აისახება ხოლმე. მე პირადად რატომღაც ვიკრებ ხოლმე ამ პერიოდში ზონას. თავარი რა არის? დავხაჯით იმაზე მეტი კალორია ვიდრე ვღებულობ დღის განმავლობაში. და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანმა შეაჩიოს მისთვის შესაფერისი ადგილმდებარეობა პერიოდი და იყოს აქტიური. ირბენს, ივლის თუ იცურავებს თუ დარბაზში დაკავდება სპორტით, ეს მისი არჩევანია. მე პირადად ვამჯობინებ ხოლმე ესე ბუნების წიაღში მოძრაობას. ფაქტიურად სამჯერ კვირაში საკმარისია იმისათვის, რომ ზონა და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ. აუცილებელია დამწყება გაითვალისწინოს, რომ არ უნდა დაიწყოს ისევე შემდეგ მას ძალიან გაუჭირდეს სპორტული აქტივობები. კარგია რომ პროფესიონალის კითხოს რჩევა, რა თქმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ფეხსაცმელი, სპორტული ტანსაცმელი, ვინაიდან ზამთარია, ზამთარში ყოველთვის მძიმეა სპორტული აქტივობების დაწყება, მაგრამ რადგან გადაწყვიტავს სასურველია რომ თუ იმ შემთხვევაში თუ გარეთ დაიწყებს ვარჯიშს, დაიწყოს სიარულით, სწრაფი სიარულით, დაისახოს რაღაც კილომეტრაჟით მიზანი და შემდეგ ეს მიზნები გააუმჯობესოს. თუ დარბაზებში არჩევს სპორტულ აქტივობებს ადამიანს ყოველთვის ყავს იქ ინსტრუქტორი, რომელიც ურჩევს ხოლმე სწორ ვარჯიშს. თავარია ვიმოძრაოთ იმისათვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები, რომ ტკივილების გარეშე გავატაროთ ცხოვრება, რომ არ ვიყოთ ზედმეტწონიანები და რომ ვიყოთ ვიზუალურად მისაღები პიროვნებები. საკმაოდ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ვარჯიშის მსურველები, მათი ენთუზიაზმი იმდენად დიდია, რომ ისინი პირდაპირ დიდი დატვირთვებით იწყებენ ვარჯიშს. რამდენად სწორია ეს და რა უნდა დავისახოთ დაახლოებით სარბენლად, ვთქვათ, მიზანი, რომ დავიწყოთ ვარჯიში. კი არიან თვითნასწავლი სპორტსმენები, რომლებსაც გონიათ რა ტელევიზორშიც დაინახეს იმის გამეორება შეუძლიათ, მაგრამ ეს დიდხანს არ ამართლებს ეს ასე ვთქვათ მეთოდი და ამიტომ როგორც გითხარით, სასურველია რომ დავიწყოთ შვიდად, ნელა, სიარულიდან გადავიდეთ სიერბილზე, ტემპი გავაუმჯობესოთ. რაღაც კონტროლის ქვეშ ყავდეს საკუთარი თავი, იქნება ეს კილომეტრებით თუ დროით და ასე თავარია ვიყოთ სტაბილურები და არ უნდა იყოს ეს თვეში ერთხელ ესეთი გამოვარდნები, სპორტული გამოვარდნები, ან უნდა იყოს სტაბილური და რეგულარული ვარჯიში. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩაცმულობა. ნიკუშა სტაბილურად ვტუნავთ და სტაბილურად დავრბივართ, ხო? ამ შემთხვევაში, ვინაიდან ზამთარი რა თქმა უნდა არ უნდა შევცირდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძრაობის დროს სხეულის ტემპერატურა იმატებს და ვწვევით ისე რომ არ უნდა იყოს ზედმეტი ჩაცმულობა. აი დაახლოებით ისეთი როგორც ჩვენ ვართ დღეს ჩაცმულები, ეს ნორმალური ჩაცმულობა. ზაფხულში უფრო ადვილი ამის ასე ვთქვათ ამის მიგნება თუ რა ჩავიცოთ, მაგრამ ზამთარში არ უნდა შევცირდეს, თუმცა არ უნდა დაგვამძიმოს ზედმეტმა ტანსაცმელმა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მიყავით ჩვენთან ერთად. მართალია არ დარბოდით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ნიკუშა იპოდრომიდან სულ სირბილით მოვა პირველ არხამდე.